ლაკბეში ახალი წყლის საცავი გაიხსნა შედეგად 1465 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის სისტემა გაუმჯობესდება. რეაბილიტაცია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში 2012-2024 წლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად დამატებით 20 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. ეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს წარმატებით. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1.8 კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ჭირდებათ ირიგაციის სეზონზე. მოგეხსენებათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის აგრარული მუნიციპალიტეტი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მოწესრიგება. რაც შეეხება ლაკბის წყალსაცავს, ეს წყალსაცავი შექმნის დაბატებით დებეთს, განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუგადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი.